აფეთქება თბილისში გლდანის მოსახლეობა მასშტაბურ კატასტროფას გადაურჩა. სახანძროს ბრიგადებმა გალფის ნავთობ ბაზაზე ხანძრის ლოკალიზება მისი გაჩენიდან 1 საათში შეძლეს. დაშავებულთა შესახებ დღის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით დაზიანებები მხოლოდ ერთმა ადამიანმა მიიღო, თუმცა ქრონიკამ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი დაშავებული აღმოაჩინა, ის სახანძრო სამსახურის თანამშრომელია. მასშტაბური ხანძრის დეტალები ლევან ჩუგოშვილის რეპორტაჟში. მასშტაბურმა ხანძარმა გალფის ნავთობ ბაზაზე 5 ცისტერნის აფეთქება გამოიწვია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ნავთობის გადატვირთვისას გაჩნდა. ხმა გავიგეს, გაიქეცით და გამოვიქეცი რა. მიზეზი რა იცით? რა აფეთქდა? არ ვიცი, შიგნით მანქანას მოეკიდაო ცეცხლიო თვითონ ბაზის ტერიტორიაზე. ხანძრის ეპიცენტრთან საწვავის 40 რეზერვუარია. სპეციალისტების განცხადებით, ყველა საცავის აფეთქების შემთხვევაში ხანძარი საგანგაშო შედეგებით დამთავრდებოდა. ძალიან საშიშროება იყო იმის, რომ რეზერვუარები აფეთქებული იყო 40-მდე რეზერვუარი, რომელიც ყველა სავსე იყო. ეს ჩათვალეთ, რომ ნახევარი გლდანი შეიძლება აღარა ყოფილიყო, ისეთი სიმძლავრის ყოფილიყო, მაგრამ მოხდა ის, რომ მეხანძრე მაშველებმა მე პირდაპირ რომ თავიანთი სიცოცხლის ტოლფასად მოახდინეს ხანძრის ლოკალიზაცია. გალფის ტერიტორიის გარდა დამწვარია მიმდებარე ავტომაღაზიები, დაზიანებულია თანამშრომელთა მანქანები და ის ავტომობილები, რომლებიც პროფილაქტიკაში შესაკეთებლად იყო დატოვებული. ავტომაღაზია მქონდა Toyota Camry და Corolla შლილი. შიგნით ვიჯექი და უცბად აფეთქების ხმა გავიგე, რომ გამოვარდით. მანქანა იყო და ცეცხლი ედებოდა რა და გავიქეცით ყველანი აქეთ იქით. ახეთ ძმაოს გაუბედურებულები ვართ. ამას ჩვენ ხომ უნდა ვიღაცა მაგვინაზღაუროს. ჯერჯერობით უცნობია ვინ აანაზღაურებს ზარალს, რომელიც 10-მდე მაღაზიას მიადგა. გალფის ხელმძღვანელობა ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. კომპანიაში ინფორმაცია არც ხანძრის მიზეზებზე აქვთ. გამოიწვია აფეთქება ჩასხმის პროცესში წარმოქმნილმა ვითარებამ, რომლის საქმის კურსში ამ წუთას არა ვართ. ვიმედოვნებთ ძალიან მალე, რომ გამოვიკვლევთ კომპანია შესაბამისი ორგანოებით. მასშტაბური ხანძრის შედეგად დაზიანებები გალფის ერთმა თანამშრომელმა მიიღო, რომელსაც უკვე ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა დღის ბოლოს ქრონიკამ კიდევ ერთი დაშავებული აღმოაჩინა. მეხანძრეს დღეს მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაზე უარი უთხრეს. დამემართა ჟანგბადის უკმარისობა, რომ მაღალი ტემპერატურაზე ჩავისუნთქე, დამევარდა წნევა 40-20. მეხანძრე შეიძლება დაზღვევა გქონდეს და სადაც არ უნდა მიმიყვანონ, მე ჩემს საქმეზე ხო არა, სახელმწიფო საქმეზე მომივიდა, სახელმწიფო საქმეზე. და მე ჩემი ხალხი გადავარჩინე, თან ჩემი თავის გადავარჩინე, მე ვუხდი ჩემ თავს ფულს. ეს არის რა ხდება, ეს რა თქმა უნდა ეგეთ დაზღვევა რითვის მინდა ესეთ დაზღვევა. მასშტაბური ხანძრის მთავარი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, მომხდარზე უკვე დაიწყო გამოძიება. საკადრო ცვლილებები დინამოში ჩვენს კითხვებს სულ რამდენიმე